პირველი თემა გვაქვს მომდევნო კვირის პროგნოზი რა გველის მომდევნო კვირაში და ჯერ ამოვიღებ სიყვარულზე გავაკეთოთ ყველაზე საინტერესო როგორც აღმოჩნდა არის თქვენთვის სასიყვარულო პროგნოზი შემდეგი გვექნება ფინანსებზე იეროფანტი ზე და 4-იანი კვერთხები შემდეგ კვირაში ვისაც გაქვთ ოჯახი და ალბათ აქ აქცენტი არის უფრო ოჯახურ სიტუაციებზე, რომ იეროფანტი ხშირად აჩვენებს დაკანონებულ ურთიერთობებს, ძალიან დიდი სიხარული გელოდებათ თქვენ ოჯახში. შესაძლოა ეს იყოს არა აი თქვა პირდაპირ რაღაც ესეთი ოჯახურ, ანუ თქვენსაც კი არ ეხებოდა, შეიძლება რაღაცა ქორწილში მოხვდეთ მომდევნო კვირაში. თუ შევხედავთ სასიყვარულო კონტექსტში, ანუ თქვენს პირად ურთიერთობაში თუ შევხედავთ, შესაძლოა ვიღაცას ხელიც სთხოვონ, ვიღაცას კონდეს ქორწილი, ნამდვილად შეიძლება ეს იყოს, იმიტომ რომ ძალიან ხშირ შემთხვევაში იეროფანტი და აი ეს განლაგება აჩვენებს საქორწილო სიტუაციას. მოდით დადებით ჭრილში განვიხილავ, ვიღაცა ვინც დიდი ხანია ელოდება, რომ თქვათ კონდეთ რაღაცა დაკანონებული ურთიერთობა, საბოლოოდ მიიღებს ამ თავის სასურველ შედეგს, ვიღაცისთვის ასევე ძალიან დადებითი არკანები ამოვიდა. შეიძლება განვიხილოთ ასეც, რომ თქვენ რაღაცა ამბავს ელოდებით და ეს ამბავი დადებითად გადაწყდება, ანუ იქნება ბედნიერი შეხვედრა, იქნება ძალიან სერიოზული საუბარი, თუმცა ეს საუბარი მოგიტანთ კმაყოფილებას. ნახოთ, თუ თქვათ ელოდებით თქვენი ადამიანის გამოჩენას მომდევნო კვირაში მოხდება თუ არა ეს შეხვედრა. მომდევნო კვირაში საკმაოდ დიდი ცვლილებები იქნება თქვენს მოლოდინთან დაკავშირებული, საკმაოდ დიდი ცვლილებები იქნება. თქვენ იცით აი ამ ადამიანთან ურთიერთობაში გარკვეულ ტრანსფორმაციას გადიხართ, იზრდებით, იცვლებით, ძალიან იცვლებით. ეს ადამიანი თქვენზე მოქმედებს დადებითად. რასაც არ უნდა აკეთებდეს, დადებითად მოქმედებს, რადგან ამ სიტუაციაში, ამ ურთიერთობაში მიმდინარეობს თქვენი სულიერი ზრდა და გარკვეული შედეგების მომცემიც არის ეს ურთიერთობა, ნამდვილად არის. რაც შეეხება გამოჩნდება თუ არა თქვენი ეს მოლოდინი და მოთმინებით ყურება, ხო, ამ სიტუაციის აღქმა მოთმინებით საკმაოდ კარგ შედეგს გამოიღებს. ანუ თქვენ თითქოს გამოზარდეთ საკუთარი თავი და აი ეს ურთიერთობაც, ანუ გაანალიზეთ ძალიან კარგად, რისთვის გეძლებათ ეს ყველაფერი და მიხვდით რა შედეგი მოდის ამ ურთიერთობით თქვენთვის კონკრეტულად. მიუხედავად იმისა, გავიმეორებ, როგორც არ უნდა ვითარდებოდეს აქ სიტუაცია, შეხედეთ ამ მოვლენას, აი ამ ურთიერთობას და ამ კავშირს, როგორც თქვენი სულიერი ტრანსფორმაციის მომტან კავშირს, ან თქვენთვის მოაქვს ამას ძალიან დიდი ცვლილება. თუმცა თუ ცოტა უფრო ზედაპირულადაც შევხედავთ, იქნება აქ მოვა ეს ადამიანი და გარკვეულ რაღაცა მიმართულებასაც კი აიღებს თქვენი კავშირი. კი, შეხვედრა შედგება ნამდვილად. აი ნახეთ. და მოვიდეს შემდეგ კვირაში, გექნებათ საკმაოდ აი ეს თქვენი ტრანსფორმაცია, რაც მიმდინარეობს, დადებითად მოქმედებს ამ ურთიერთობის განვითარებაზე. ძალიან დადებითად მოქმედებს ამ ურთიერთობის განვითარებაზე. ეს იქნება მომდევნო კვირის
სასიყვარულო ასპექტები. მოდით ნახოთ, როგორი გვექნება ფინანსური ასპექტები. თუდი მომდევნო კვირაში ფინანსური ასპექტები როგორი გვაქვს. ნახოთ ზოგადი ასპექტები. რა საინტერესოა პირდაპირ პენტაკლები რომ ამოვიდა. ნუ მე ვიტყოდი რომ მომდევნო კვირაში ვიღაცისთვის იქნება ეს ძალიან სასიამოვნო კვირა, იმიტომ რომ მოემატება შემოსავალი, რაღაცა შემოსავლის გაზრდა იქნება აქ ძალიან კარგი, ისეთი რომ შესაძლოა თვითონაც ელოდება ამას, მაგრამ აქვს რაღაცა გარკვეული, ესე იგი, მოლოდინი რომ გაიზრდება მისი ფინანსური მდგომარეობა, შეიცვლება უკეთესისკენ და ეს ასეც იქნება და თითქოს რაღაცა საჩუქარივითაც შეიძლება მიიღოთ. ასევე ზოგიერთი ადამიანი, ვინც ვთქვათ, შეიძლება ვიღაცას კონდეს დაბანდება გაკეთებული, სადღაც ჩადებული კონდეს თანხა და იქიდან ელოდებოდეს შემოსავალს, გეტყვით რომ აქაც გექნებათ მომგებიანი იქნება ეს თქვენთვის და კარგ შედეგს მიიღებთ. ვფიქრობ რომ შემდეგი კვირა ზოგადად კარგი იქნება ფინანსურ ასპექტში ბევრი ადამიანისთვის. იცით როგორი რაღაცა მოხდება, საფუძველი ჩაეყრება იმას რომ თქვენი შემოსავალი იყოს სტაბილური გახდეს და აი სტაბილურად იღებდეთ რაღაცა შემოსავალს კიდე უფრო. მოდით ნახოთ. აი ნახეთ იმ ადამიანებისთვის, ვინც იყო ცოტა სასოწარკვეთილი და რაღაცა ფინანსურად ცოტა ესე იყო რომ აი მიმჭირდება ძალიან ეს თანხა. მჭირდება რომ ეს მოვიდეს, ძალიან მჭირდება. თითქოს აი ბოლო ეტაპი არის ხა შემდეგი კვირა და ნამდვილად აი იმ კვირაში, ხო, მომდევნო კვირიდან უკვე მოდის ეს თქვენთან კი, აი თქვენი ფინანსები. შესაძლებლობები გაიხსნება და გამოდიხართ აი ამ მდგომარეობიდან, ცოტა რთული სიტუაცია, ვისაც გაქვთ ეხლა და ვინც ფიქრობთ, რომ რაღაცა იმ მოლოდინის რეჟიმში ხართ და ძალიან ნერვიულობთ გარკვეულ ფინანსებზე, არის ნერვიულობთ თქვენ მოძებნით ამ გზას, ჯერ ერთი მოვა ეს ყველაფერი თქვენთან, მაგრამ აი თქვენი ეს ფიქრები ბოლო ეტაპი არის და ბოლო ეტაპია და ნახოთ რა შემოდის ამ ყველაფრის შემდეგ. ნუ აი ნახეთ, მშვენიერი, ბედნიერი, 10-იანი. საერთოდ აი ახლა ამ გაშლაში წამოიღო უფრო მეტად მაღალი არკანები, ერთადერთი არის თქვენი ეჭვი და დარდი და ფიქრი. ნუ გაჩერდებით დიდხანს ამ მდგომარეობაში, რამდენადაც უფრო იქნებით, ასე ვთქვათ, დაბალ ვიბრაციებში, დაბალ ენერგიებში, მით უმეტეს ფულთან დაკავშირებით, ფინანსებთან დაკავშირებით, ეს არ უყვარს, ფულს უყვარს მხიარულება. ცოტა შეცვალეთ თქვენი მიდგომა, არ იდარდოთ ამაზე, მოგეცემათ, არის ამის საშუალება და მოგეცემათ და იქნებით ძალიან კმაყოფილი. ეს იქნება შემდეგ კვირაში, დაიმახსოვრეთ და აი ემოციურადაც გაწონასწორდით და მაღალ ვიბრაციებში ადით და გექნებათ მშვენიერი შედეგები. ფინანსები გამოიხილეთ და მოდით ნახოთ რჩევა მომდევნო კვირაში, როგორი ენერგიები სიჭარბე გვექნება და რას უნდა მივაქციოთ ყურადღება რჩევა ტაროსგან. ნახოთ მომდევნო კვირის ძირითადი ენერგიები, ახალი გზის დასაწყისი გვაქვს, ახალი ეტაპის დასაწყისია, თითქოს თვალახვეული შედიხართ რაღაცა სიახლეში მიდიხართ, კი ეს ფინანსებთანაც იქნება დაკავშირებული. ნამდვილად ვიღაცა შეიძლება წავიდეს კიდევაც ამოგზაუროთ, უფრო შეიძლება ფიქრობთ რაღაცა შეცვალოთ რადიკალურად თქვენს ცხოვრებაში და საერთოდ სხვა მიმართულებით წახვიდეთ, ესეთი ენერგიები მოდის მომდევნო კვირაში.
ფიქრობთ ჯერ კიდევ დარწმუნებული არ ხართ, მაგრამ ფაქტიურად ნაბიჯები გადადგმულია უკვე. კი, ამას დაალაგებული გაქვთ. ნამდვილად ვიღაცა მიდის და მოდით ვნახოთ აი ამ ადამიანებისთვის რა რჩევა იქნება. ცოტა ბავშვური გადაწყვეტილებებია, ანუ რას ნიშნავს ბავშვური კი არა, ალბათ უფრო არის როგორი იცით, ბოლომდე გაცნობიერებული შეიძლება არ იყოს იმისი მნიშვნელობა რა ნაბიჯს სადაც მიდიხართ. ან უბრალოდ ეს არის მოგზაურობა და ჯერ ვერ გადაწყვიტეთ, წახვიდეთ თუ არა. თუ ასეა, თუ კი ეს მხოლოდ, აი გულის ძახილით რაღაცა მიდიხართ, მაგრამ რაღაც გააზრებული თითქოს არ არის. რაღაცა ეტაპზე მოდის ეს, არ იქნება ცუდი მოგზაურობა, თითქოს კი ბატონო, აქ შეიძლება რაღაცა ხარჯებზეც იყოს საუბარი თავისთავად, თუმცა ეს გზა, აი იცით რა შეიძლება აქ იყოს სწავლებაც გარკვეული. და აქ შეიძლება რაღაცას იხდით, რომ მიიღოთ ცოდნა. ან რაღაცა კურსზე მიდიხართ, ან არ ვიცი, ხა ხო არის ძალიან ბევრი საინტერესო. შესაძლოა რაღაცას შეისწავლით და ეს გზა ირჩიეთ და თქვენი ესე იგი თქვენი შინაგანი სამყაროს თქვენი განვითარების ზრდა მიდის პროცესი. კარგი იქნება ეს თქვენთვის, რადგან სიბრძნეს იღებთ გარკვეულ ცოდნას, ხო? შეიძლება ეს აქვე არ იყოს და ანუ უბრალოდ აღნიშნავდეს, რომ ვიღაცისთვის ეს არის პროცესი, რომ აი ნახულობს თავის გზას, ახალში მიდის, ახალი შესწავლისკენ, ვიღაცასთან იქნება ის, რომ დაბრძენდება და თავის საქმეში, ანუ ბიზნესში, რომელშიც არის შესული და აწარმოებს ამ თავის ბიზნესს, ხო? აი იქ მიიღებს გარკვეულ გამოცდილებას, შეიძლება მოუწიოს თანხის დაბანდება იმისთვის, რომ მიდიოდეს ბიზნესის ზრდა და ვიღაცისთვის არის ის, რომ მიდის ქვეყნიდან, თქვა საზღვარგარეთ და მიდის ცოტა და ესეთი, ანუ ჩამოუყალიბებელი პოზიციებით, რომ იქ რაღაცა კეთილდღეობას მიაღწიოს და სხვათა შორის კეთილდღეობასთან ერთად, ვინც აპირებთ და ვინც უკვე გზაზე დგახართ, გეტყვით, აი ალბათ უფრო ემიგრაციის მომენტი რაღაც ესეთი მოდის, გეტყვით, რომ აი ეს სიტუაცია თქვენ გაგზდით, ძალიან ბევრს გაიგებთ და ბევრ შეიმეცნებთ, ასე ვთქვათ, ანუ აი გამოცდილების მიღება მოხდება აქ თქვენი და ამას აკეთებთ სავარაუდოდ ოჯახის კეთილდღეობისთვის და ვნახოთ საბოლოო შედეგები რას მიიღებთ. არჩევანის მომენტი გამოჩნდება აქ. შესაძლოა, რომ ვიღაცა აი ამ მთელ სიტუაციაში საზღვარგარეთ წასვლის შედეგად ნახავს თავის საყვარელ ადამიანს, თავის მეორე ნახევარსაც, ან შეიძლება შინაგანად ისევ გავამახვილებ ყურადღებას, რომ თავის თავთან საკუთარ თავსაც იპოვის, ასე ვთქვათ, ამ მოგზაურობაში და ამ ცოდნის მიღების პროცესში. და ნახოთ კიდევ რა მოგვია. კი, კმაყოფილი იქნებით ყველაფერი ამით. კმაყოფილი იქნებით, იცით როგორი რაღაც ჩათ. შემდეგი ეტაპი უკვე იქნება. აიძაბეთ ნახოთ. ძიება. შემდეგი ეტაპი ამისი თქვენ გააგრძელებთ კიდევ ცოდნის მიღებას, ან გამოცდილების მიღება, აქ იწყება ეს ყველაფერი და განვითარებაში ისევ გაგრძელდება. ძიების პროცესში ხართ, ასე ვთქვათ. ეძებთ და არ გაჩვენებთ, დიახ, არ გასვენებთ თქვენი შინაგანი ხმა, გინდათ რომ იყოს განვითარება, აი თითქოს სულიერი სიმშვიდე გჭირდებათ რომ მოიპოვოთ, ხო? და აი ამის გზებს ეძებთ როგორ მოხდეს ეს ყველაფერი. და საბოლოოდ აი ამ ეტაპების გავლის შემდეგ თქვენი ცხოვრება შეიცვლება. ეს მშვენიერი გზა გაქვთ არჩეული, რომელიც არ იცით ჯერ რა შედეგს მოგიტანთ, არ იცით რას მიიღებთ შედეგად, აი ამ გზაზე, სადაც თქვენ აპირებთ რომ წახვიდეთ, მოკლედ აი ცვლილება რაც გინდათ რომ შემოვიდეს,
შეიძლება არ უყურებთ, რომ ეს იყოს რაღაცა რადიკალური ცვლილება, მაგრამ ჩათვალეთ, რომ თუ ვიღაცა მიდიხართ საზღვარგარეთ, საკმაოდ ისეთი გზის გავლა მოგიწევთ ტრანსფორმაციული, შეიცვლებით, გაიზრდებით შინაგანად, ბევრსაც გაიგებთ, შემოსავალიც იქნება, რაღაცა ძიების პროცესში იქნებით და როგორც ამ გზაზე პირობითად ვთქვათ, გმირის გზაზე ხდება, ხო, აი რაღაცა გადიხართ ევოლუციის გზას და მიდიხართ წერტილამდე, აი ამ ყველაფერს ახლა ახალ გზას იწყებთ, გაივლით, თავარი არ დანებდეთ და ნუ ჩავარდებით დეპრესიაში, აუცილებლად გექნება ძალიან კარგი შედეგი. ძალიან კარგი შედეგი და თქვენ საკმაოდ შემართებითაც ხართ და მიაღწევთ კიდევაც ანუ ამ კარგ შედეგს შეიცვლება თქვენი ცხოვრება. არ აქვს მნიშვნელობა ისევ გავიმეორებ, ეს არის თქვა სამოგზაურო გზა თუ მოგზაურობა ცოდნის სამყაროში. უნდა მიყვეთ ამას ბოლომდე და მიიღებთ ცვლილებას ფინანსურსაც, აი საკმაოდ კარგად განვითარდება სიტუაცია. ეს დაიწყება მომდევნო კვირაში და მოდით ვნახოთ რჩევა ტაროსგან, რა რჩევას მოგცემს, როგორ ვიყოთ შემდეგ კვირაში და აუცილებლად ამოვიღებთ აფირმაციებს, რაც იქნება თქვენი მომდევნო კვირისთვის წარმატების ფორმულა. იყავით ბრძენი, იყავით ხელგაშლილი, იყავით დაფიქრებული, ნახეთ აქ მგელია, თუ ზოგი ამას როგორც ახსის აღიქვავს, მაგრამ ჩემთვის რატომღაც ეს მოდის როგორც მგელი და სიმბოლო არის, ყველაზე ერთგული არის, სხვათა შორის მგელი ყველაზე მამაციც, დამცველიც, ოჯახის მფარველი ვიტყოდი და ნუ ჩვენთვის ქართველებისთვის მგლის ტოტემი არის ძალიან მნიშვნელოვანი და რჩევა რაც მოდის ახლა რომ იყავით სიმაღლეზე, მოწოდების სიმაღლეზე, შინაგანად, ანუ აი როგორც რაღაცა ღირსება უნდა გქონდეთ და შეინარჩუნოთ ნებისმიერ სიტუაციაში. ნახეთ როგორი პენტაკლების მეფე გვყავს აქ, ასეთი ღირსეული ადამიანი, რომელმაც უკვე გაიარა ძალიან ბევრი და თავისი ესე იგი ცოდნა აქვს, ფინანსური მდგომარეობა აქვს, თავისი რაღაც ერთგულები ყავს გვერდით და ნახეთ როგორი ცოდნა აქვს ამ ადამიანის ცოდნა არ არის დაფუძნებული და შემოსავალი არ არის დაფუძნებული მარტო იმაზე, რომ ეთქვათ ეს დიდი ფინანსური ნაკადები და ფინანსური კარგი მდგომარეობა მას მიღებული აქვს თავისი გამოცდილების და ცოდნის შედეგად და არა იმით, რომ ვიღაცა გაყოლება, ვიღაცას წაართვა, ვიღაცას მოატყუა და ესე შემდეგ. ესეთებიც ბევრი არიან ადამიანები, მაგრამ ამ შემთხვევაში ნახეთ როგორი ღირსეული ადამიანი ამოვიდა და რჩევა არის, რომ აი შეინარჩუნოთ თქვენი შინაგანი ღირსება და ამაზე გაამახვილოთ ყურადღება, რომ სიდინჯე, დარბაისლობა, რაღაც გარკვეული შინაგანი სიმაღლე იმ სიტუაციაშიც კი, სადაც ფინანსებზე იქნება საუბარი, ყველგან აი ეს შეინარჩუნოთ, ხო? და აი ამას თუ შეინარჩუნებთ და იქნებით, ამასა იქნებით ერთგული და იქნებით ისეთივე მამაცი და აი ეს მოგცემთ სტაბილურობას, აი ეს მდგომარეობა უნდა შეინარჩუნოთ აუცილებლად შემდეგ კვირაში. და ვნახოთ ახლა ჩვენი აფირმაციების დასტა რას გვეტყვის. მომდევნო ეს გახლავთ აფირმაციების დასტა წარმატების გასაღები, უნიკალური დასტა, თავისი უნიკალური აფირმაციებით და მოდით ვნახოთ ყოველი ახალი დღე წინსვლის და განვითარების შესაძლებლობაა, მეგობრებო, და დაიმახსოვრეთ ეს სიტყვები შემდეგ კვირაში, როდესაც გექნებათ რაღაცა ისეთი სიტუაცია, სადაც მოგინდებათ, რომ წახვიდეთ დეპრესიისკენ, უკან და გადადგათ ნაბიჯი, ან რაღაც მსგავსი ყოველ დილას, აი გაიმეორეთ ეს მანტრასავით ყოველი ახალი დღე, რომელიც მოდის წინსვლის და განვითარების შესაძლებლობაა. წარმატებულ კვირა დღეს გისურვებთ და წარმატებულ შემდეგ კვირას გისურვებთ, მეგობრებო.